საინვესტიციო გარემო, ბათუმში მიმდინარე პროექტები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს დღეს ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე. გიორგი ერმაკოვისა და ამერიკის ელჩის რიჩარდ ნოლანდის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეგობრული შეხვედრის დროს მხარეებმა ხომალდ მაუნთ უითნის ვიზიტის შესახებაც ისაუბრეს. დღესვე ეკიპაჟის წევრებს და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის ფეხბურთში ამხანაგური მატჩი შედგა. თამაში საფეხბურთო კომპლექს ადელის სტადიონზე გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი. And to be updated on progress in შეხვედრის დროს განვიხილეთ ის მიმდინარე პროგრესი, რომელიც არის ბათუმში, განსხვავებული ეკონომიკური, საინვესტიციო და სოციალური საკითხები. გამოხატეთ მადლიერება მერისადმი და ქალაქ ბათუმის მცხოვრებლებისადმი, რომლებიც ასეთ ფილად მასპინძლობენ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემს. ტრადიციულად, როგორც მე აღნიშნე, ვხვდებით ჩვენ ერთმანეთს, ვსაუბრობთ ქალაქის განვითარებაზე, ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ვთქვათ, იმ პროექტებზე, რომლებთა განხორციელებასაც ჩვენ გეგმავთ ქალაქში, ამავდროულად იყოს საქმიანი დიალოგი, ვთქვათ, ბიზნეს განვითარებასთან დაკავშირებით, ვთქვათ, იმ ამერიკული კომპანიების, რომლებიც მოგზაურობენ საქართველოში და სურთ საქართველოში, ვთქვათ, ბიზნეს წარმოება, ბიზნეს საქმიანობის წამოწყება.